გამარჯობა, ვაქცინებზე ალბათ იმდენი რამ გსმენიათ, რომ ზოგჯერ ძნელია გაარკვიო რა არის მართალი და რა არა. ხოდა დღეს სწორედ ამისთვის ვართ აქ. მოდით ერთად ჩაუღრმავდეთ 5 ყველაზე გავრცელებულ მითს და ვნახოთ რას გვეუბნება რეალურად მეცნიერება. სანამ უშუალოდ მითებზე გადავართ, მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ. რატომ ხდება, რომ მცდარი ინფორმაცია განსაკუთრებით მედიცინაში ასე ელვის სისწრაფით ვრცელდება? ხომ არის რაღაც პარადოქსი იმაში, რომ უამრავი მეცნიერული ფაქტის მიუხედავად, მითები მაინც ასე ცოცხლობენ? აი ამ კითხვაზე პასუხი ფიქრობ, ბევრ ამას მოხმენს ნათელს. დავიწყოთ ალბათ ყველაზე გახმაურებული და სიმართლე გითხრათ ყველაზე საზიანო მითით. ეს ის თემაა, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში მართლა ძალიან ბევრი მშობელი შეაშფოთა. აი ეს ფრაზა, გამიგია რომ, ალბათ ყველასთვის ნაცნობია. შეიძლება სოციალურ ქსელში წააწყდით, ან მეგობრისგან მოისმინეთ. ეს მართლაც სერიოზული ბრალდება. მოდით ვნახოთ, საიდან მოდის ეს ამბავი სინამდვილეში, რა დგას მის უკან. მოკლედ, ამ მთელი ისტორიის სათავეში დგას ერთადერთი კვლევა, რომელიც 1999 წელს გამოქვეყნდა. და ეს არ იყო უბრალოდ პატარა ხარვეზიანი კვლევა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ის სრული სიყალბე იყო, იმდენად რომ თავად ჟურნალმა ის უკან გაიწვია. ავტორს კი სამედიცინო ლიცენზია ჩამოართვეს თაღლითობისთვის. ანუ საუბარი არა მეცნიერულ შეცდომაზე, არამედ მიზანმიმართულ გაყალბებაზე. და აი იმ ერთი გაყალბებული კვლევის ფონზე რა გვაქვს დღეს? 100-ზე მეტი სოლიდური მასშტაბური სამეცნიერო კვლევა. ზოგიერთ მათგანში მილიონობით ბავშვი იყო ჩართული. და იცით რა არის ყველაზე მთავარი? ყველა, აბსოლუტურად ყველა, ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის. ვაქცინებსა და აუტიზმს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. წერტილი. კარგი, გადავიდეთ მეორე მითზე, რომელიც ასევე ძალიან ხშირად ისმის. მოსაზრება, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი, ანუ როცა დაავადებას პირდაპირ გადაიტან, ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტზე ბევრად უკეთესია. მოდით ლოგიკურად შევხედოთ ამ საკითხს და უბრალოდ შევადაროთ რისკები. კი ბატონო, ბუნებრივი იმუნიტეტი კარგად ჟღერს, მაგრამ რა ფასად ვიღებთ მას? მაგალითად, წითელას შემთხვევაში. იმისთვის, რომ ბუნებრივად გამოიმუშავო იმუნიტეტი, ჯერ ეს დაავადება უნდა გადაიტანო. და ეს ნიშნავს, რომ შენ რეალურ რისკზე მიდიხარ. ყოველი 20 ბავშვიდან ერთს პნევმონია უვითარდება, 1000-დან ერთს ტვინის ანთება და სამწუხაროდ 1000-დან 1-დან 3-მდე შემთხვევა სიკვდილით სრულდება. ეს არის ბუნებრიობის ფასი. ახლა კი, მეორე მხარეს შევხედოთ. რას გვთავაზობს ვაქცინა? იგივე იმუნიტეტს, ოღონდ ამ საშინელი რისკების გარეშე. რა თქმა უნდა, შეიძლება კონდეს გვერდითი ეფექტი. მკლავი გეტკინოს, სიცხემოდნავ აგიწიოს, მაგრამ ეს არ არის დაავადება. ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ თქვენი იმუნური სისტემა მუშაობს და სწავლობს, როგორ გიცავდეთ მომავალში. გადავიდეთ მესამე პუნქტზე, რომელიც ალბათ ყველაზე მეტ კითხვას საჩენს. ვაქცინების შემადგენლობა. ხომ გსმენიათ ეს საშიშად ჟღერადი სიტყვები: ფორმალდეჰიდი, ალუმინი. მოდით გავარკვიოთ, მართლა საშიშია თუ არა ეს ნივთიერებები და რა არის საკუთარი კონტექსტი და რა თქმა უნდა დოზა. მაგალითად, ფორმალდეჰიდი. ვაღიაროთ, ეს სიტყვა გარგ ასოციაციას არ იწვევს, არა? და სრულიად ბუნებრივია, როცა გესმის, რომ ის ვაქცინაშია, კითხვა გიჩნდება, რატომ? მაგრამ აი, აქ შემოდის კონტექსტი. იცოდით, რომ ერთ ჩვეულებრივ მსხალში ბევრად მეტი ფორმალდეჰიდია, ვიდრე ვაქცინის ერთ დოზაში და მეტიც, ჩვენი საკუთარი ორგანიზმიც კი ბუნებრივად გამოიმუშავებს მას. ასე რომ, მთავარი კითხვა არის არა, რა არის შიგნით, არამედ რა რაოდენობითაა. როგორც იტყვიან, ყველაფერი წამალია და ყველაფერი საწამლავი. დოზა განსაზღვრავს. შემდეგი საკითხი კი განსაკუთრებით მშობლებისთვის არის ნაცნობი და სიმართლე გითხრათ სრულიად გასაგებიც. ხომ არ ვტვირთავთ ბავშვის იმუნურ სისტემას ერთდროულად ამდენი აცრით? აქ ძალიან საინტერესო ფაქტთან გვაქვს საქმე. შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ დღეს ბავშვები ბევრად მეტი დაავადებისგან არიან დაცულნი, ვიდრე ვთქვათ 1980 წელს. მაგრამ მათი იმუნური სისტემა რეალურად გაცილებით ნაკლებ სამუშაოს ასრულებს. რატომ? იმიტომ რომ მეცნიერება განვითარდა. თანამედროვე ვაქცინები ბევრად უფრო დახვეწილია. ისინი იმუნურ სისტემას მხოლოდ ყველაზე საჭირო ინფორმაციას აწვდიან, ზედმეტი კომპონენტების გარეშე. და მოდით არ დაგვავიწყდეს მთავარი, ახალშობილის იმუნური სისტემა არის საოცრად მძლავრი მექანიზმი. ის ყოველდღე, ყოველ წუთს ათასობით უცხო მიკრობს ხვდება და ებრძვის. ჰაერში, საკვებში, სათამაშოებში. ამ ყოველდღიური ბრძოლასთან შედარებით, ვაქცინაში არსებული რამდენიმე კომპონენტი მართლაც წვეთია ოკეანეში. კარგი, ჩვენ ახლა კონკრეტული მითები გავაკარწყლეთ, მაგრამ მთავარი ხომ ისაა, რომ მომავალში შეგვეძლოს სწორი ინფორმაციის არასწორისგან გარჩევა. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საეჭვო სამედიცინო ინფორმაციას ვაწყდებით? არსებობს 3 ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ეფექტური წესი. პირველი, ყოველთვის დააკვირდით წყაროს. ვინ ამბობს ამას? სანდო სამედიცინო ორგანიზაცია თუ უბრალოდ ვიღაცის ბლოგი? მეორე, ეძებეთ სამეცნიერო კონსენსუსი. ანუ რაზე თანხმდება მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა და არა ერთი გამორჩეული კვლევა.
და მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ადამიანს, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას იცნობს და ვისაც ენდობით. საბოლოო ჯამში ყველაფერი ხომ ერთ რამემდე დადის. ფაქტების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. რეალური ძალა იმაშია, თუ როგორ ვიყენებთ ამ ცოდნას, რომ დავიცვათ არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენი ახლობლებიც. იმიტომ რომ საბოლოოდ ჯანსაღი და ინფორმირებული საზოგადოების შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენც გვაქვს აქტიური როლი ამ პროცესში. ჩვენ არ ვართ პასიური მსმენელები. ეს არის ასე ვთქვათ თქვენი პირადი ინსტრუმენტების ნაკრები, რომ იყოთ ინფორმირებული პაციენტი. ნუ მოგერიდებათ, პირდაპირ კითხეთ ექიმს, რა არის ამ საკითხზე გლობალური სამეცნიერო კონსენსუსი. შემდეგ თავად გადაამოწმეთ ინფორმაციას სანდო პირველად წყაროებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრები. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ერთი ცალკეული კვლევა არაფერს წყვეტს. მეცნიერება მტკიცებულებების ერთობლიობაა და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ისწავლეთ ემოციური, პირადი ისტორიის გარჩევა რეალური სტატისტიკური მონაცემებისგან. ეს ორი სხვადასხვა რამეა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ინფორმაციულ წიგნიერებამდე და კრიტიკულ აზროვნებამდე მიდის. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ინფორმაციის ოკეანეა, სადაც ფაქტები და გამოგონილი ამბები ერთმანეთში არეული. ამ ოკეანეში ცურვის წყავლა, ანუ სანდო ინფორმაციის გარჩევა ხმაურისგან, დღეს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია. და ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა იპოვოს. გამოიწერე არხი და დააჭირე ზარის ღილაკს, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი საინტერესო ვიდეო.